საქართველოს პრორუსული ევრაზიული კავშირით დაინტერესება სამომავლოდ არ არის გამორიცხული. თუ ეს ქვეყნის სტრატეგიის შესაბამისი იქნება. განცხადება ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ევრაზიულ კავშირს რაც შეეხება მე ყურადღებით უყურებ და ვსწავლობთ. ამ ეტაპზე არავითარი პოზიცია არ გაგვაჩნია. თუ პერსპექტივაში ვნახავთ, რომ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიისთვის ეს იქნება საინტერესო, რატომაც არა. ამ ეტაპზე არ აქვს პოზიცია. პრემიერ-მინისტრის ამ განცხადებას ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა საგანგაშო უწოდა. ოპოზიციამ კი კატასტროფად შეაფასა, თუმცა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ქვეყნის საგარეო კურსის შეცვლის შესაძლებლობა კატეგორიულად უარყო. მინდა ყველას შევახსენო ის რაც ისაც ნათელია, რომ ევრაზიული კავშირის იდეა გახლავთ პუტინის ინსტრუმენტი რუსეთის მეზობელი ქვეყნებში ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესაჩერებლად, ამ ქვეყნების სახელმწიფოებრივი და სუვერენიტეტის მოშლის და მათი რუსეთის სატელიტებად ქცევის მიზნით. ევრაზიული კავშირი პუტინის ავტორობით შექმნილი პროექტი, რომელშიც საქართველოს გაწევრიანება, თეორიული შესაძლებლობის ამის დაშვება არის ნამდვილად კატასტროფა ამ ქვეყნისთვის. საერთაშორისო ან რუსულ პრესაში დღევანდლის მერე გაჩენილი განცხადებები, რომ საქართველო არ გამორიცხავს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებას, თლიანად იქნება მისი პასუხისმგებლობა ამ აბსოლუტურად დაუფიქრებელი და გაუაზრებელი განცხადების შემდეგ. მარტო ჩვენ კი არ ვაგვირდებით და ვსწავლობთ ევრაზიის კავშირს, არამედ მთელი მსოფლიო, მათ შორის ევროკავშირიც, რადგანაც ეს ასე ვთქვათ ჩვენს გვერდზე ხდება, რასაკვირველია ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ხდება და უნდა ვნახოთ რა არის საინტერესო იქ. მაგრამ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა თავის გამოსვლაში, როდესაც გაიხსნა ამბასადორიალი, განაცხადა, რომ საქართველოს პოლიტიკის ქვაკუთხედი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია. მე მგონი ამაზე მკაფიოდ ამ მესიჯის გაჟღერება შეუძლებელია. ურთიერთგამომრიცხავი და ბუნდოვანი განცხადებები ქვეყნის საგარეო პოლიტიკის შესახებ, რაც პრემიერ-მინისტრს არაერთხელ გაუკეთებია, ქვეყნისთვის საზიანოა. მით უმეტეს რუსეთის ბოლოდროინდელი გააქტიურების ფონზე, მიიჩნევენ ექსპერტები. არ უნდა იწოდოს ბერმჯელობას თუ რამ ხელმძღვანელობა აქვს პრემიერის სიტყვას და ნებისმიერ მისი განცხადება რო აღიქმება მესიჯად არა მარტო საზოგადოებაში, არამედ შიგნით საზოგადოებაში, არამედ საერთაშორისო საზოგადოებაში, იგივე რუსეთი, დასავლეთი ასე იგებს ინფორმაციას საქართველოს ორიენტირების შესახებ განცხადებების მეშვეობით. პრემიერს შეცდომაში შეყავს საერთაშორისო საზოგადოება და ქართული საზოგადოება, რომ ჩვენ არ გქონია პოზიცია ევრაზიულ კავშირთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია როგორც სახელმწიფოს, როგორც საზოგადოებას და როგორც მთავრობას და ეს პოზიცია გულისხმობს ნატოში ინტეგრაციას და არავითარ შემთხვევაში ევრაზიულ კავშირში ინტეგრაციას. ეს აქვს დეკლარირებული თავად მის მთავრობას და მის პოლიტიკურ გუნდს. საქართველოს პრემიერის განცხადებამდე ერთი დღით ადრე სომხეთმა დაადასტურა, რომ თანახმაა საბაჟო და ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდეს. ამის შესახებ სომხეთის პრეზიდენტმა სერჟ სარქსიანმა მოსკოვში რუს კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. Мы провели также обстоятельный обмен. ჩვენ ასევე გავუზიარეთ ერთმანეთს ხედვები ევრაზიულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით და მე დავადასტურე, რომ სომხეთს სურს შევიდეს საბაჟო კავშირში და მიიღოს მონაწილეობა ევრაზიის ეკონომიკური კავშირის შექმნაში. ჩვენი პარტნიორები კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციაში აყალიბებენ ახალ პლატფორმას ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. მე რამდენიმეჯერ მithქვამს, რომ როდესაც უსაფრთხოების ერთი სისტემის წევრები ვართ, შეუძლებელი და არაეფექტურია არსებული გეოეკონომიკური სისტემისგან იზოლირებულები ვიყოთ. საბაჟო კავშირში რუსეთი, ბელარუსი და ყაზახეთი შედიან. ის საერთო საბაჟო სივრცეს ითვალისწინებს და პოსტსაბჭოთა ინტეგრაციის ვლადიმირ პუტინისეული პროექტის ევრაზიული კავშირის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სომხეთი ისევე როგორც საქართველო რამდენიმე წელი მოლაპარაკებებს აწარმოებდა ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გასაფორმებლად. თუმცა საბაჟო კავშირში შესვლით ამ პერსპექტივას წერტილი დაუსვა, რაც ევროკავშირის წარმომადგენლებმა შვედეთისა და ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დაადასტურეს. ჩვენ პატივსცემთ ქვეყნების ნებისმიერ არჩევანს, მაგრამ მათ არ შეუძლიათ შევიდნენ ორივე ორგანიზაციაში სხვადასხვა სატარიფო მოთხოვნების გამო. ისე ჩანს, რომ სომხეთი ჩაშლის მოლაპარაკებებს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე და ამის ნაცვლად რუსეთთან ინტეგრაცია გადაწყვიტა. ეს შემოbrunებაა. ევროკავშირთან ასოცირებისა და თავისუფალი ვაჭრობის კიდევ ერთი კანდიდატი უკრაინა რუსეთის მხრიდან მუდმივ ზეწოლას განიცდის.
ვილნიუსის სამიტის მოახლოებასთან ერთად, რომელზეც ასოცირების შესახებ დოკუმენტის გაფორმება უნდა მოხდეს, ვლადიმირ პუტინის მხრიდან კიევის მიმართ ღია მუქარები და სავაჭრო შეზღუდვების დაწესების მცდელობები გახშირდა, რათა ეს ქვეყანაც აიძულოს საბაჟო კავშირში შევიდეს. საბოლოოდ, რუსეთმა მისი სამხედრო და პოლიტიკური გავლენის ქვეშ მყოფი სომხეთი გადაიბირა. სომხეთის დამოუკიდებლობის და თავისუფლების ხარისხი ძალიან დაბალი. ნებისმიერ სახელმწიფო, რომელსაც ექნება უსაფრთხოების გარანტია რუსეთისგან, იქნება შეზღუდული თავის უსაფრთხოების პოლიტიკის ჩამოყალიბებაში. ნებისმიერ სახელმწიფო, რომელიც შევა გარიგებაში რუსეთთან საგარეო პოლიტიკაზე, იქნება შეზღუდული და არ ექნება სუვერენიტეტი თავის არჩევანზე. და ეს არის ძალიან კარგი მაგალითი იმისა, რომ არანაირი დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ქვეყნებს, რომლებსაც აქვთ ესეთი ტიპის ურთიერთობა რუსეთთან, როგორც აქვს სომხებს, არ გააჩნიათ. პრემიერის დღევანდელი განცხადების შემდეგ მოსკოვს შესაძლოა ამ მიზნით თბილისზე ზეწოლის ახალი ცდუნება გაუჩნდეს. ბიძინა ივანიშვილმა რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენებს დახმარების შეთავაზებაზე უარი უთხრა. ის თulis რომ ამ ეტაპზე მათ რეალური პოტენცია არ აქვთ. პრემიერის განცხადებით ჯერ საჭიროა ურთიერთობები დათბეს და დაალაგდეს. რუსეთთან ურთიერთობაზეც საუბრისას ივანიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის წევრებს მასთან რუსეთის აგენტობაზე პრეტენზია აღარ აქვთ. რუსეთის თემა დღეს საინტერესო აღარ არის რამე თუ ბოკერიამაც კი ჩემი თანაშემწის მეშვეობით შემომითვალა რომ თურმე ჩემთან რუსეთის თემაზე პრეტენზიები აღარ აქვს. რისთვისაც მე დიდი მადლიერებით მას მადლობა შევუთვალე და გადაუგზავნე რომ ძალიან დიდი თურმე რუსეთის აგენტობა უკვე მომიხსნა ეს ბრალდება. პრემიერის განცხადებას მოგვიანებით უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია გამოეხმაურა. მან პრემიერის ნათქვამს აბსურდული უწოდა. დღეს პრემიერმა ივანიშვილმა გააკეთა აბსურდული განცხადება იმის თაობაზე, თქოს მე მას შეუთვალე, რომ ერთის მხრივ აღარ მიმაჩნია რუსეთის ჯაშუშად, ხოლო მეორეს მხრივ აღარ მაქვს პრეტენზიები მის პოლიტიკასთან დაკავშირებით რუსეთთან მიმართებაში. მე პრემიერ ივანიშვილს არასდროს არ მიწოდებია რუსეთის ჯაშუში, მაგრამ ვთვლიდი და სამწუხაროდ ეხლა ვთვლი, რომ მისი და მისი გუნდის მიერ გადადგმული ბევრი ნაბიჯი ასუსტებს საქართველოს სახელმწიფოებრიობას, ჩვენს უსაფრთხოებას და შედის სწორედ რუსეთის ფედერაციის აგრესიული პოლიტიკის ინტერესებში. პრემიერ-მინისტრი თulis, რომ წინა ხელისუფლების გაუგებარმა განცხადებებმა და ქმედებებმა რუსეთთან ურთიერთობას დიდი ზარალი მიაყენა. ამიტომ საქართველოს ხელისუფლებამ რუსეთთან ურთიერთობაში დიდი სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს. ჩვენ რუსეთს რომ მოვთხოვოთ, ჩვენ საკუთარ თავს უნდა მოვთხოვოთ პირველ რიგში, ჩვენ უნდა მოვიქცეთ სწორედ. ჩვენი ხელისუფლება უნდა მოიქცეთ გააზრებულად და არ უნდა მისცეს არავის საშუალება არც ერთ ქვეყანას. აი აქ ვარ მე დღეს რომ ჩვენ ძვიმე მემკვიდრეობა მივიღეთ და ძალიან ვფრთხილობ რომ ჩვენ ყველა გამოსვლაში, გამონათქვამში, ამიტომ ბიზნესმენებს რო გადავაბარო, იქ ისე არ მივიდეს ამბავი, ისე ვერ თქვას, ისე ვერ დააფიქსიროს. მე ვფიქრობ რომ ჩვენ პოზიტივში ვართ დღეს. პრემიერი მიიჩნევს, რომ ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში მინარეთის დემონტაჟი კანონიერად მოხდა. მუსლიმთა უფლებების შელახვასთან დაკავშირებით ივანიშვილმა კომენტარი მედიასთან შეხვედრისას გააკეთა და აღნიშნა, რომ პრობლემა საბჭოთა კავშირისა და წინა ხელისუფლების დროინდელ ძალადობრივ მმართველობას უკავშირდება. პრემიერი აცხადებს, რომ ჭელაში მინარეთის აშენება კანონდარღვევა იყო და სახელმწიფომ ამაზე რეაგირება მოახდინა. ტაბულას კითხვაზე, ავლენს თუ არა ხელისუფლება შერჩევით სამართალს, როდესაც უკანონოდ აშენებულ ეკლესიებსა და აღდგენილ სტალინის ძეგლებს არ ანგრევს, პრემიერმა უპასუხა, რომ ასეთივე რეაგირება მსგავს ფაქტებს აუცილებლად მოყვება და რომ ამ კითხვის მიმართ ის სოლიდარულია. ივანიშვილმა ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის ზოგიერთ იერარქს მოუწოდა სახელმწიფოს ფუნქციების საკუთარ თავზე აღებისგან თავი შეიკავონ. საუბრობენ შერჩევით სამართლიანობაზე, როდესაც მუსლიმებთან დაკავშირებით ასეთი რეაგირება მოხდა, თუმცა სტალინის ძეგლთან დაკავშირებით არ ხდება, ასევე ახსენებენ ეკლესიებთან დაკავშირებით ერთ-ერთი სხალთის ეკლესიაც მოიყვანეს მაგალითად, სადაც ასევე მიმდინარეობს უკანონო მშენებლობა, რომელზეც ნებართვა არ არის გაცემული. თქვენი აზრით უნდა მოხდეს თუ არა იგივე ტიპის რეაგირება? რა თქმა უნდა მოხდეს და სხვა აზრი არ არსებობს და ყველაფერი უნდა კანონისთან შესატყვისობაში მოვიდეს. ანუ თქვენ გვპირდებით რომ რეაგირება იქნება? აბსოლუტურად ესე იქნება. როდესაც ხდება დემონტაჟი, რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეულია. ჯობდა ალბათ უფრო ფაქიზად მოქცეულიყვნენ. ჯობდა სათქმელად იოლია. ჯობდა, მაგრამ როდესაც გევალება და გასაკეთებელია, ზოგჯერ გიწევს უხეში საქმის გაკეთებაც. თუმცა ეს სასიამოვნო არაა, არც ჩემთვის და არც თქვენთვის. მე ვფიქრობ, რომ პროცესი კოჰაბიტაციის დასრულდება, ესეთი გაუგებრებები სულ მალე დასრულდება საქართველოში.
მე მგონი რომ ძალიან ხშირად ხელოვნურად არის ინსპირირებული. ძალიან მალე და სწრაფად ბუნებრივად ეს დაალაგდება, მე თუ გნებავთ გარანტიასაც მოგცემთ. სულ რამდენიმე თვეში ეს ყველა ეს პროცესები დაალაგდება, როდესაც დავასრულებთ პროცესს და ჩვენ ღირსეულ არჩევანს გავაკეთებთ ოქტომბერში. არადამაჯერებელს და დისკრიმინაციულს უწოდებს პრემიერ-მინისტრის შეფასებებს მინარეთის დემონტაჟთან დაკავშირებით ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი. არასამთავრობო ორგანიზაცია საკუთარ ბლოგზე განცხადებას ავრცელებს, სადაც გამოყოფს ფაქტორებს, რომლებიც ბიძინა ივანიშვილის პოზიციის სანდოობას ეჭვქვეშ აყენებს. აქამდე მინარეთის დემონტაჟის მიზეზად არა უკანონო მშენებლობა, არამედ საბაჟო რეჟიმის დარღვევა სახელდებოდა. მთავრობის წარმომადგენლების მიერ მინარეთის დემონტაჟის სხვადასხვა მიზეზის დასახელება გვიჩვენებს, რომ დემონტაჟი კანონის დარღვევის გამო არ განხორციელდა. უნდა აღინიშნოს, რომ საბაჟო სამსახურს მინარეთის დემონტაჟის არანაირი უფლებამოსილება არ გააჩნდა და მის მიერ განხორციელებული ოპერაცია უკანონო ხასიათს ატარებდა. სხვა, მათ შორის რელიგიური დანიშნულების ნაგებობების უკანონო მშენებლობისა და მეორე მხრივ მუსლიმთა უფლებების სისტემატურად ქცეული ხელყოფის ფონზე მინარეთის დანგრევა შეიძლება შეფასდეს როგორც შერჩევითი სამართლის პრეცედენტი და კანონის დისკრიმინაციული გამოყენება. ადიგენის რაიონის სოფელ ჭელაში 26 აგვისტოს სპეცდანიშნულების რაზმის თანხლებით მეჩეთთან აღმართული მინარეთი მოჭრეს და სოფლიდან სატვირთო ავტომობილით გაიტანეს. ამ ფაქტს ადგილობრივ მოსახლეობასა და სამართალდამცავ ორგანოებს შორის დაპირისპირება მოყვა, რის გამოც სოფლის 20-მდე მკვიდრი დააკავეს. ფინანსთა სამინისტროს განცხადების თანახმად, მინარეთის კონსტრუქცია თურქეთის ტერიტორიიდან საზღვარზე საბაჟო პროცედურების დარღვევით შემოიტანეს, რის გამოც შემოსავლების სამსახურმა მისი დემონტაჟის და ექსპერტიზაზე წაღების გადაწყვეტილება მიიღო. მოგვიანებით საპატრიარქოში მუსლიმ ლიდერებთან შეთანხმების საფუძველზე მინარეთი ნეიტრალურ ტერიტორიაზე დაასაწყობეს და დაალუქეს. მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ტაბულას ჟურნალისტმა პრემიერს ბოლო დროს ქუჩებში გახშირებულ პოლიციის რეიდებთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა და ტელეკომპანიის ჟურნალისტის გიორგი სიხარულიძის უკანონო ჩხრეკა, მისთვის მასალის წართმევა და განადგურება გაიხსენა. ამასთან დაკავშირებით პრემიერმა განაცხადა, რომ მსგავსი ფაქტების არ სჯერა და ჟურნალისტს მტკიცებულება მოსთხოვა. Თქვენი ჟურნალისტიც მოყვა ამ რეიდებში, რომელიც იღებდა ვიდეო მასალას, მას დაედევნა პოლიცია, უკანონოდ გაჩხრიკა და ეს მასალა წაუშალა. ჩვენ მიმართეთ სამინისტროს რომ პოლიცია დაედევნა, ეგ ხელზე რა იმ ხელისუფლების, რომელსაც თქვენ იცავთ. ესე მოხდა ბატონო ბიძინა და სასამართლოში იჩივლა ჟურნალისტმა. გააქვთ ფაქტები ამის? სამტკიცი გაგაჩნიათ, მაგას ხო ყველა იტყვის. და ამტკიცო სასამართლოში. არა, მაგას ხო ყველა იტყვის გენოცვალე. ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტმა გიორგი სიხარულიძემ შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. 24 აგვისტოს დაახლოებით 20 საათსა და 15 წუთზე კოსტავას ქუჩაზე საპატრულო პოლიციის რეიდის გადაღების მომენტში პოლიციის 5-მდე თანამშრომელმა ტაბულას ჟურნალისტი მანქანიდან ჩამოსვა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და გადაღებული მასალა მობილური ტელეფონიდან წაუშალა. პრესკონფერენციაზე ბიძინა ივანიშვილს თბილისში გახშირებულ რეიდებთან დაკავშირებით კითხეს, რაზეც პრემიერმა განაცხადა, რომ შინაგან საქმეთა მინისტრმა საზოგადოებას რეიდების შესახებ უნდა განუმარტოს. გახშირდა ნამდვილად? დღეს მე თვითონ გავერკვევი და ვთხოვ ღარიბაშვილს გამოვიდეს გააკეთოს თვითონ განმარტება. არა იმიტომ რომ ჩემი შვილი გააჩერეს ორჯერ, მაგრამ ძალიან კარგია. ჩვენ უნდა ვაკონტროლოთ. რაღაც მოხდა, რაღაც შეიცვალა და ვერ გავიგეთ, რა უნდა პოლიციას? კეთილინგოს გვიპასუხოს. პრემიერ-მინისტრის პრესკონფერენციის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ რეიდებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. სამინისტროს მტკიცებით, პრევენციული ღონისძიებების შედეგად ათეულობით მძიმე დანაშაული გამოვლინდა. განცდილი დისკომფორტის გამო შინაგან საქმეთა სამინისტრომ საზოგადოებას ბოდიში კიდევ ერთხელ მოუხადა. სამინისტროს განცხადებას რეიდებზე საპარლამენტო უმცირესობის წევრი ირმა ნადირაშვილი გამოეხმაურა. გამოვიდეს შინაგან საქმეთა მინისტრი და რა ციფრებიც არ უნდა დაგვისახელოს, როგორ ეფექტურად ებრძვის დანაშაულს, როგორ არის შემცირებული დანაშაულის სტატისტიკა, ეს ვერ შეცვლის სურათს, როდესაც პოლიციელებს ეგრეთ წოდებული პოლიტპატიმრები თავში ურტყავენ და მათ შემდეგ ასლარად ათავისუფლებენ, გასაგებია რომ ასეთი პოლიცია ვეღარ დგას მოწოდების სიმაღლეზე. საქართველოს პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ ეკონომიკა პრაქტიკულად არ მუშაობს. ბიძინა ივანიშვილმა დღეს აღნიშნა, რომ ეკონომიკის ვარდნა მართლაც არსებობს, თუმცა არსებულ პრობლემებში ახალი ხელისუფლების ბრალეულობას გამორიცხავს. ივანიშვილის აზრით, ამ თემაზე სპეკულაციები მიმდინარეობს. ექსპერტებთან საუბრის დროს, ეკონომიკურ ექსპერტებს როდესაც შევხვდი, აბსოლუტურმა უმრავლესობამ კი არა თითქმის ყველამ ერთ-ერთი პუნქტი მიზეზი იმისა, რაც ხდება ეკონომიკაში, დღეს მოლოდინი დაასახელეს. მოლოდინი არჩევნების. ჩვენი ეკონომიკა დღეს
დაახლოებით არის მეათედი მე მაქვს ხედულობაში GDP სასაქონლო პროდუქცია რომ ერთულ მოსახლეზე ევროპის განვითარებულ ქვეყნებს თუ შევადარებთ. ესე იგი პოტენცია განვითარების არის ძალიან დიდი, ეს ერთი და მეორე, სწორ რელსებზე გადავაწყობთ ეკონომიკას. ეს პროცესი უკვე დაიწყო. დაიწყო იმით რომ კერძო საკუთრებაში არ ვერევით და ბიზნესი გათავისუფლდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეკონომიკურ საკითხებზე უმცირესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე პარლამენტის ხდომაზე გამოეხმაურა და ეკონომიკის განვითარების თვალსაზრისით ივანიშვილს რამდენიმე რჩევაც მისცა. ეკონომიკის ზრდის ტემპი არაუბრალოდ კლებულობს, ამებ თვითონ ეს კლების ტემპიც კი არის საკმაოდ სწრაფი. ამის შესახებ თვითონ პრემიერსაც მივწერე ღია წერილში, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ ეკონომიკის განვითარებას არანაირი გეგმა არ ჭირდება. ეკონომიკის დაგეგმა პრაქტიკულად არის შეუძლებელი, მით უმეტეს 21 საუკუნეში, როდესაც ჩვენს გარშემო სამყარო სინათლის სიჩქარის ტემპით იცვლება. ეკონომიკას ჭირდება ძალიან მარტივი რაღაცა, ჭირდება თავისუფლება ერთი და მეორე ჭირდება სტაბილურობის განცდა. ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის განვითარების გარანტიების შექმნის პირობით პოლიტიკიდან წავა. პრემიერი აცხადებს, რომ უკვე წარმოდგენილი აქვს, როგორ გააგრძელებს პოლიტიკიდან წასვლის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების მართვას. მისივე თქმით, ოპონენტთა ბრალდებები, რომ ის ქვეყნის მართვას კულისებიდან გააგრძელებს, უსაფუძვლოა. ივანიშვილი ამტკიცებს, რომ ის პასუხისგებლობას არ გაურბის და ვალმოხტილი სადაც უნდა იქწავა. თუ ამის სურვილი მაქვს, რატომ უნდა გაურბოდე და ის, თქვათ, რასაც ჩვენი ოპოზიციონერები გამოთქვამენ დღეს ნაციონალურ მოძრაობიდან, რომ ეშინია, გარბის, არ შეასრულა. ძალიან გთხოვდით ჟურნალისტებს, რომ თქვენით დამისვით შეკითხვა და არა მათგან. რა არ შევასრულეთ? სად იკვეთება, რომ მეშინია, თქვათ და გაურბივარ? დღეს სად იკვეთება შიში, რატომ უნდა მეშინოდეს? რატომ უნდა გამაჩნდეს სურვილი, რომ კულისებიდან მართო? თუ დამიკონკრეტებთ ამას ყველაფერს, მე წამოხვებით და უფრო ღრმად გიპასუხებთ. რატომ უნდა მქონდეს ამის მოთხოვნილება, რომ გავიქცე სადღაც და დავждდა კულისებიდან მართო ჩუმად. ივანიშვილის პოლიტიკიდან შესაძლო წასვლას კომენტარები მოყვა საკანონმდებლო ორგანოში. ბიძინა ივანიშვილი ერთი წლის თავზე აღიარებს თავისი პოლიტიკის კრახს, მიდის პოლიტიკისგან და სავარაუდოდ უახლოეს მომავალში ქვეყნიდანაც. საქართველოს მოქალაქეები განსჯიან მისი პასუხისგებლობის საკითხს ამ ერთი წლის განმავლობაში. პრემიერ-მინისტრმა ახალ წლამდე პოლიტიკიდან წასვლის შესახებ თავისი გადაწყვეტილება 2 დღის წინ გამოქვეყნებულ წერილში განმარტა. პრეზიდენტობის კანდიდატების შანსები პრემიერ-მინისტრმა შეაფასა. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილს რეალური კონკურენტი არ ყავს და პირველივე ტურში გაიმარჯვებს. საოცარი პიროვნება მოდის. საოცარი პრეზიდენტი გეყოლებათ. და ნუ ელოდებით რაღაც ზეკაც ყველაფერი აქვს ის რაც ჭირდება კაი პრეზიდენტს. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მე არ ვიცი როგორ გნებავთ, მას არ ახავს დღეს რეალური კონკურენტი და ის პირველსავე ტურში გაიმარჯვებს. ჩემი აზრით, პირველსავე ტურში გაიმარჯვებს დიდი შედეგით. ივანიშვილი თავისი კანდიდატის დამარცხებას არც განიხილავს, თუმცა მარგველაშვილის წაგების შემთხვევაში აცხადებს, რომ პოლიტიკიდან ვადაზე ადრე წავა. მე ფიქრობ, რომ ყველა გზა გახსნილი მექნება. მე რა თქმა უნდა, უფრო სწრაფად გადავდგები პრემიერობიდან და რა თქმა უნდა, ის ვალდებულებები, რასაც მე ვიღებ, რომ მე აქტიური ვიქნები 20 წელი თუ რაც შევძლებ, როგორც შევძლებ საზოგადოებასთან ერთად და მე დავეხმარები საზოგადოებას ანალიზსა და შერჩევაში. ალბათ ამაზეც უარის თქმა მომიწევს, მე ესე ვხედავ. ივანიშვილმა ნინო ბურჯანაძის შანსებზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ საზოგადოების ნაწილში გავრცელებული აზრი იმის შესახებ, თითქოს ნინო ბურჯანაძე შეიძლება იყოს ალტერნატიული სახელისუფლებო კანდიდატი, სიმართლეს არ შეესაბამება. ჩვენ დავასახელეთ ჩვენი კანდიდატი, ეს გახლავთ გიორგი მარგველაშვილი. და არ არსებობს არავითარი თამაში ამის ირგვლივ და არავითარი ინფორმაციები, რომ ჩვენ ვიღაც კიდევ რაღაცებზე ვაკეთებთ აქცენტებს. ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილისთვის პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციაზე ცესკოს უარსაც გამოეხმაურა. პრემიერ-მინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ ზურაბიშვილი ცდილობს აქცენტები ხელისუფლებაზე გადაიტანოს. ეს არ არის პრემიერ-მინისტრის პრეროგატივა. რა თქმა უნდა, მე დავინტერესდი, რა თქმა უნდა, მე არაერთჯერადი საუბარი მქონდა უსუფაშვილთან და სხვა პოლიტიკოსებთანაც. იქ ვერ ნახეს მათ სწრაფი გამოსავალი, რომ სწრაფად რაღაც შეიცვალოს და რაღაც გაკეთდეს. პრემიერ-მინისტრის შეფასებებს პრეზიდენტობის კანდიდატები გამოეხმაურნენ.
როგორც მოგახსენებთ, ძალიან ბევრ რამეში მე და ბიძინას გვაქვს ერთნაირი ხედვა, მათ შორის ამ საკითხში. მე არ მგონია, რომ ვინმე ელოდა იმას, რომ ბიძინა ივანიშვილი ეთქოდა იმას, რომ მე სინამდვილეში ბურჯანაძეს უჭერ მხარს, მაგრამ არგველაშვილით ყოველად დავაყენეო. და ეს უბრალოდ არასერიოზულობა იქნებოდა. აბსოლუტურად ბუნებრივი კომენტარი გაკეთდა მისი მხრიდან. ვინ არის კანდიდატი და ვის რა შანსი გააჩნია ამას წყვეტს ქართველი ხალხი, ამას წყვეტს ჩვენი ამორჩეველი. ამიტომ წინასწარ ნებისმიერი განცხადების გაკეთება პრემიერის მხრიდანაც და ყველა სხვა კანდიდატის მხრიდანაც მე მიმაჩნია ამორჩევლის შეურაცხყოფად. მისი გაკილვის საყვარელი ობიექტია უკვე მრავალი წელია, ასე რომ ყურადღებას მაინც და მაინც არ ვაქცევ, თუმცა პრემიერს ასეთი აპილპილება ოპონენტების მიმართ ნამდვილად არ ეკადრება. მარგველაშვილი არის სამყაროს მერვე საოცრება პოლიტიკაში. მისი არარჩევა სავსებით ლოგიკური ამბავი იქნება, წინასწარ შეუძლია შეეგუოს ამას ბატონი პრემიერი, ხოლო თუ მას ქართველი ხალხი უყვარს და თავის მილიარდებს ერის ინტერესებისათვის დახარჯავს იმის მიხედვით მარგველაშვილს ავირჩევთ თუ არა, ამაშია სწორედ მისი ნამდვილი ფსიქოლოგიური სახე და ფორმულა. ნებისმიერი სახის სამხედრო ოპერაციის დაწყება გაეროს თანხმობის გარეშე აგრესიად აღიქმება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. პუტინის თქმით, რუსეთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება სირიაში სამხედრო ოპერაციის დაწყებას, თუ ამერიკა უტყუარ მტკიცებულებას წარმოადგენს, რომ ბაშარ ალ-ასადმა ქიმიური იარაღი გამოიყენა. ამერიკის სენატის გავლენიანმა წევრებმა კი რესპუბლიკელების ჩათვლით სირიაში შეზღუდული სამხედრო მოქმედებების გატარებასთან დაკავშირებით ბარაკ ობამას გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირეს. საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ლიდერებმა განაცხადეს, რომ სირიაში სამხედრო ინტერვენციის მხარდაჭერის პროექტზე შეთანხმებას მიაღწიეს და პირველი ფორმალური კენჭისყრა ამ საკითხზე დღეს გაიმართება. დოკუმენტის თანახმად, სამხედრო ქმედებები სირიაში 60 დღეს გაგრძელდება და საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ერთი თვით განხანგრძლივდება. ამერიკის სახელმწიფო მდივნის ჯონ კერის განცხადებით, რეზოლუცია სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ ითვალისწინებს. სირიაში სამხედრო ინტერვენციის დეტალებზე იმსჯელებენ დიდი ოცეულის სამირზე. ორდღიანი შეხვედრა პეტერბურგში ხვალ დაიწყება. მას დაესწრება ამერიკის პრეზიდენტიც, რომელიც სამიტამდე შვედეთში ჩავა. პეტერბურგში პოლიციამ მუზეუმის დირექტორი დააკავა. მიზეზი იმ სურათების გამოფენაა, სადაც რუსეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი ქალის საცვლებში არიან გამოსახულნი. პოლიციამ ასევე დალუქა ეროტიკის მუზეუმი და ფოტოები წაიღო. ძალაუფლების მუზეუმის დირექტორის ტატიანა ტიტოვას განცხადებით, ძალოვნებს მუზეუმის დალუქვაზე ნებართვა არ წარუდგენიათ. წაღებულია ასევე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის ლიდერის სურათი, რომლის ტორსი სხვადასხვა ტატუებით იყო დაფარული. კანონის თანახმად, ხელისუფლების წარმომადგენლები შეურაცხყოფა 1 წლამდე პატიმრობით ისჯება. ხვალ ვლადიმერ პუტინი პეტერბურგში დიდი ოცეულის სამიტს უმასპინძლებს. ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტები გეგმავენ აქცია გამართონ და პრეზიდენტის სამოქალაქო საზოგადოებისადმი დამოკიდებულება გააპროტესტონ. საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები საქართველოს დედაქალაქში თბილისის დროით 16 საათზე სრული შემადგენლობით ჩამოვიდა. დიდიე დეშამის გუნდი 6 სექტემბერს საქართველოს ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის ფარგლებში შეხვდება. თბილისშია გასული სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი ფრანკ რიბერი. ასევე გუნდთან ერთად არიან კარიმ ბენზემა, ოლივიე ჟირუ და სამირ ნასრი. ხვალ დეშამის გუნდი დინამო არენაზე პირველად ივარჯიშებს.